ვინ არის ესე იგი გონიერი და ვინ არის გონიერად წოდების ღირსი? ვინც იაზრებს რომ თა როგორ ამბობს, იცი? ვინც მართლა გაიაზრა. და სიტყვის მასალად ყველა მისის, მოვკვდებით ახლა ყველა მისის, ხო? ვინც მართლა გაიაზრა, რომ ამ ცხოვრებას საზღვარი აქვს, ასეთი ადამიანს საკუთარი ცოდვებისათვის ძალუც საზღვრის დადგენა. იმიტომ რომ ვისაც თავის გარდაცვალება ახსოვს, მისი ყოფიერება მოტივირებულია მარადისობისაკენ სწრაფით. ანუ ღმერთისაკენ სწრაფი და შესაბამისად ასეთ ადამიანს ცოდვა არ უყვარს. ვისაც გარდაცვალება ახსოვს, გარდაცვალება რას ნიშნავს? რომ რამე რომ მიყვარს მიწიერი იმასთან ვერ წავიღებ. ვერაფერს ვერ წავიღებ. ერთ საკუთარ სხეულს რომ მიწაში ვტოვებ, სხეულთან კავშირშია მთელი ეს სამყარო. მიწიერი ვერაფერს ვერ წავიღებ. ასეთი ადამიანი მოტივირებულია, რა თქმა უნდა, უფრო მეტად რომ მარადისობაზე იფიქროს. შესაბამისად, ცოდვა არ უყვარს ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ იცის, რომ ცოდვა სულელურ მდგომარეობაში ამყოფებს. ცოდვა არის მარადისობას უწყდები და მიწიერს ეჯაჭვები. ძალა ეძლევა ესეთ ადამიანს ცოდვა საზღვარი დაუდოს. რამე თუ რომელი ცოდნა და განსჯა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, რომ ადამიანმა ამ ცხოვრებიდან განუხრწნელად გამოსვლა იმგვარად შეძლოს, რომ აღარ იყოს მასში არავითარი არაწმინდება და წამბილწველი ვნება. რა შეიძლება იმაზე ძვირფასი იყოს ცოდნის თვალსაზრისით, რომ ესე იგი ადამიანმა შეძლოს განწმენდა ცოდვისაგან. რომ ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან გასulis წინ, მასში არანაირი ბილწივნება აღარ იყოს. ეს არის ყველაზე დიდი ცოდნა და ყველაზე დიდი გონიერება. რაც მე ხელს მიშლის ჩემს ბიზნეს მიღწევაში, მარადეულ სიცოცხლეში, იმას რომ აღარ გავიჩერებ. ამას დიდი გონიერება რა შეიძლება იყოს. რამე თუ ადამიანი ბუნების ყველა საიდუმლოს ჩაწვდება და ცოდნას მრავლის შემეცნებითა და გამომგონებლობით გაიმდიდრებს, ანუ ამ ქვეყნიურ მეცნიერებაზეა საუბარი, მაგრამ სული ცოდვით წაბილწული და კეთილი იმედის, ნახეთ, სული ცოდვით წაბილწული, ერთი და მეორე, კეთილი იმედის მოწმობისაგან განძარცმული. კეთილი იმედი ვინ არის? ქრისტეა. ანუ ღმერთის მოწმობისაგან განძარცული. ანუ შეიძლება მორწმუნე იყოს, მაგრამ ღვთის მოწმობა თავის თავში, თან ეს მოწმობა, კეთილი მოწმობა არ აქვს. მარადულ სიცოცხლეს ვერ გზნობს. ესე იგი, რა გამოდის, რომ ადამიანი თუ ცოდვის მხარეზეა, ცოდვითაც წაბილწულია, პირუტყვს გავს და ეშმაკს გავს თავისი ეგოიზმით და პლუს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღმერთის წმენა ქონდეს, ღვთის ყოფიერების ღმერთის მასში მყოფიერების, საკუთარ თავში ღმერთის ყოფიერების დასტური, ანუ მოწმობა არ აქვს. განძარცულია და იმედიც არ აქვს შესაბამისად. ამიტომ აი დალასლასებს სულიერ ცხოვრებაში, მიჩანჩალებს, წეღარო ვთქვი, სულ ზღაფავს, ყველაფერი ეზარება, ყველაფერი ეს სიკვდილება სულიერი თუ რამე არის. ლოცვა, მარხვა, წირვაზე დგომა, წმინდა წერილის კითხვა, წმინდა ბაბების აღარ შეუულია მეტი. გესმით? იმიტომ რომ არა აქვს ის მოწმობა. ეს მოწმობა რას ნიშნავს ჩვენში? ცეცხლი. ცეცხლს ნიშნავს ის მოწმობა. ის ცეცხლის სახით გიმოწმებს. ცეცხლი, საუთ და სიტყვოება. მაშინ ვინ შეიძლება ასეთ ადამიანზე საუბარი, ადამიანზე უფრო უგუნური იყოს, ანუ ადამიანზე უფრო სულელი იყოს, რამე თუ მისმა ამ სოფლიურმა დაუოკებელმა სწრაფვამ მიწიერი იმედის ამარა დატოვა მხოლოდ. მიწიერი იმედის ამარა დატოვა მხოლოდ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ყველა ადამიანი საცოდავია. ხოლო თუ ქრისტიანი ასეთ მდგომარეობაშია და ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ, შენი ილუსტრაცია ხდება იმ წამსვე, როგორც კი განსასწრელი მოდის, საშინელ დღეში რო ვარდები და ღვთის იმედი რო დაკარგული გაქვს და შიში გიპყრობს განსასწრელი ჟამს და უიმედობა, ეს ნიშნავს, რომ აი ამ მდგომარეობაში ხარ. და ასეთ დროს ესე იგი ღმერთი განსასწრელს იმიტომ უშვებს, რომ მიხვდე, რომ უი ამ მდგომარეობაში ყოფილ ხარ, გამოფხიზლდი. გამოფხიზლდი საკუთარ თავს შემოუძახე და შენი რწმენა გააცოცხლე.